მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, მე გახლავართ ექიმი ნუტრიციოლოგი ელისაბედ ლიზი კუჭავა, დღეს ჩემი სტუმარია ექიმი ანესთეზიოლოგი ქალბატონი დიანა მესხი. ჩვენ ახლა ვიმყოფებით ზაქარია როჭიკაშვილის გასტროენტეროლოგიურ კლინიკას კულავში, შეგახსენებთ, რომ კლინიკის მისამართია ქალაქ თბილისი, სულხან-ცინცაძის 73 ნომერი, ყოფილი საბურთალოს ქუჩაა. იმისათვის, რომ ჩვენ კლინიკაში მოხვდეთ ექიმთან ვიზიტზე, აუცილებელია წინასწარი ჩაწერა. კლინიკის ტელეფონის ნომრებია 596 34 50 50 524 93 30 22 33. ეს არის ტელეკომპანია პეკატივის საავტორო სამედიცინო გადაცემა ეს კულაპი გადაცემა გადის ტრადიციულად 4 შაბათს, ტრადიციულად 20 საათზე. მისი განმეორებით ნახვა შეგიძლიათ მეორე დღის საათებში, ან იმავე კვირის შაბათს ან კვირას. ვიდეო გადაცემის გასვლის მერე აიტვირთება YouTube არხის პეკატივის საავტორო გვერდზე, ვისაც ტელევიზიასთან წდომა არ აქვს, შეგიძლიათ უყუროთ გადაცემას და გამოიყენოთ ინტერნეტ საიტი MyVideo.g პეკატივის გვერდის live რეჟიმი. დღეს ძალიან მიხარია, იმიტომ რომ ჩვენი სტუმარი არის ჩემი კოლეგა, პირდაპირ გაგებითაც ანესთეზიოლოგი ქალბატონი დიანა მესხი. ეს ის ადამიანია, ვისაც ჩვენ კლინიკაში აბარია პაციენტის შვიდი ძილი და ტკივილის არარსებობა, მისი სიმშვიდე და პლუს კიდევ ყველა სასიცოცხლო პარამეტრი, რომელიც ესეთი ჩარევების დროს ჩვენ კლინიკაში ხდება მცირე ინვაზიური ჩარევების დროს აუცილებლად უნდა კონტროლდებოდეს. მე ყოველთვის ვწუხდი ხოლმე და დღეს მიხარია, რომ კოლეგა მიზის რაღაცნაირად ჩვენი პროფესია ცოტა დამალულია რა, არ ჩანვართ ხოლმე წინა პლანზე, ასე ვთქვათ, ყოველთვის ქირურგს ხდება მთელი ტაში და ვარდები და ჩვენ ნაკლებად, მაგრამ დამიჯერეთ ანესთეზიოლოგი ზუსტად ის ადამიანია, რომელსაც აბარია ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე რთული ეტაპები ოპერაციის სულ, რა თქმა უნდა, ქირურგიულ გუნდთან ერთად. ქალბატონი დიანა, მივესალმოთ მაყურებელს ერთი-ორი სიტყვით და მოგესალმებით. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ანესთეზიაზე, გაუტკივარებაზე, გასტროსკოპიის და კოლონოსკოპიის დროს. რაოდენ მნიშვნელოვანია. კი ბატონო, ქალბატონი დიანა, მოდით პირველი კითხვა, რაც მე მინდა ვთქვათ, მოდი ზოგადად აი ესეთი პაციენტს ჩვენ ახლა ტელევიზიაში ყავს ძალიან ბევრი მაყურებელი, მათ შორის ექიმებიც, არაექიმებიც, პოტენციური პაციენტებიც, უკვე არსებული პაციენტებიც და განვმარტოთ ზოგადად, რატომ არის საჭირო ანესთეზიის ჩატარება ზოგადად და რას წარმოადგენს ანესთეზია, ცოტა მოკლე ის რომ გავუკეთოთ საინფორმაციო. მე დავკონკრეტდები გასტროსკოპიის და კოლონოსკოპიის დროს. იმიტომ ამ შემთხვევაში გამოიყენება სედაცია. სედაცია ეს არის სუბუქი ანესთეზია, რადგანაც პაციენტს ძინავს, მშვიდად არ აქვს შფოთვა, დისკომფორტი, ტკივილი და რა თქმა უნდა უსაფრთხოება პირველ ადგილზეა. ანესთეზიოლოგი მუდმივად აკონტროლებს პაციენტის არტერიულ წნევას, გულისცემას, ჟანგბადის მოხმარებას და თუ რამე პრობლემა იქნება, ღებულობს მის აღმოფხვრაში აქტიურ მონაწილეობას. მაგრამ ეს იმდენად უსაფრთხო ანესთეზიის სახეა, გართულებები პრაქტიკულად არ არსებობს. დიახ. სედაციის დროს გამოიყენება მხოლოდ ერთი სახის მედიკამენტი, რომელზეც ალერგიული რეაქციებიც არის მნიშვნელოვნად ნაკლები. ეს არის პროპოფოლი პრეპარატი, რომელიც მზადდება სოიოს ზეთზე და კვერცხის ლეციტინზე. თუ პაციენტს არ აქვს ალერგიული რეაქცია კვერცხზე, სოიოზე, ანაფილაქსიური რეაქცია, მაშინ თავისუფლად პრაქტიკულად არ გვაძლევს ალერგიას. კვლევებმა აჩვენეს, რომ 10,000 შემთხვევაზე შეიძლება იყოს ერთი ალერგიული რეაქცია, ან 50,000 შემთხვევაზე ერთი. პრინციპში ეს ბევრად ნაკლებია, ვიდრე კვებითი ალერგიის რა თქმა უნდა, ბევრად ნაკლებია. სუბუქი ალერგიაც, გამონაყარი, ქავილი 100 შემთხვევიდან დაახლოებით ერთზე ფიქსირდება. პაციენტებს, რომლებსაც კვერცხზე ალერგია აქვთ, კვლევებში მათზეც არის გამოყენებული პროპოფოლი და აბსოლუტურად ალერგიის გარეშე. თან ამასთან ჩვენ სანამ ჩატარდება აუცილებლად შეფასება ხდება თქვენს მიერ პაციენტის გამოკითხვას და შესაბამისად რისკ ფაქტორები განსაზღვრა, რა თქმა უნდა. პაციენტს ანესთეზიოლოგი კვლევის წინ ესაუბრება, დეტალურად ვკრებთ ანამნეზს, თუ რამე ქრონიკული დაავადებებია, ალერგიული რეაქციებია,
წარსულში, ანესთეზიის დროს, ან ისე გამოხატული, ვიღებთ შესაბამის ზომებს. თუ საჭიროა, ხმარობთ ალტერნატიულ მედიკამენტს. კი ბატონო, ჩვენ სპეციალური შემუშავებული ბეჭდური ტექსტიც გვაქვს, როგორც ხდება სტანდარტულად და პაციენტი გაეცნობა მას, ყველა კითხვას თვითონვე გასცემს პასუხს, ამდენად აი ეს საფრთხე რომ როგორც ქალბატონმა დიანამ აღნიშნა, რომ რამე გართულებები ანესთეზიის მსვლელობისას იყოს, არის პრაქტიკულად მინიმუმამდე დაყვანილი. რამდენად უსაფრთხოა ზოგადად ანესთეზია, ან რატომ უნდა გვეშინოდეს, ან არ გვეშინოდეს? ხშირად არის ხოლმე ქალბატონ დიანა, ყველა პროცედურის დროს პაციენტებს ეშინიათ ანესთეზიის, ან აი მეერი რაღაც პრობლემა რო აღმოცენდება, თუნდაც დიდი ხნის მერე აბრალებენ ხოლმე, რომ აი დიდი ანესთეზია გაკეთებული და იმის გალია. რატომ არის და ხომ არ არის ეს ცოტა ისეთი მითოსური მამდე გადაყვანილი შიში. ნამდვილად ეს არის მითი, რომ ვერ გაიღვიძა. ეს არის მსუბუქი სედაცია. პაციენტს აქვს თავის დამოუკიდებლად სუნთქავს, იშვიათად საჭიროების შემთხვევაში ხდება დამატებით ჟანგბადის მიწოდება. მუდმივ რეჟიმში ხდება პაციენტის სასიცოცხლო მაჩვენებლების კონტროლი, ეს არის არტერიული წნევა, ჟანგბადის მოხმარება, გულის ცემა, სუნთქვის კონტროლი და პაციენტი გაცილებით უსაფრთხოა. მით უმეტეს გასტროსკოპიის დროს ძალიან ბევრ პაციენტს აქვს ღებინების ძლიერი რეფლექსი, რაც კვლევის ჩატარებას უშლის ხელს. სედაციით ეს რეფლექსი ითრგუნება, პაციენტი არ გრძნობს ენდოსკოპის მოძრაობას, ენდოსკოპისტი არ ჩქარობს და ამიტომ ხდება უფრო დეტალურად ლორწოვანი გარსის დათვალიერება. კოლონოსკოპიის დროს ასევე ხშირია ნაწლავის სპაზმი, რადგან ხდება ჰაერით ნაწლავის გაბერვა, რაც იწვევს გარკვეულ დისკომფორტს, ტკივილს, განსაკუთრებით პაციენტებში, რომელთაც აქვთ ნაწლავის დაავადებები, კრონის დაავადება, კოლიტი, პოლიპი, ხანდაზმულ პაციენტებში უფრო მწვავედ აღიქმება ეს ნაწლავური სპაზმი. ანესთეზიის დროს არ არის ეს დისკომფორტი, არ არის ტკივილი, პაციენტს ძინავს მშვიდად. ენდოსკოპისტი არ ჩქარობს, ამიტომ ლორწოვან გარს ათვალიერებს დეტალურად. შესაძლებლობა აქვს, რომ ადრეული მცირე პათოლოგიების გამოვლინების, რაც მღვიძარი პაციენტზე ხშირ შემთხვევაში შეუძლებელია, იმიტომ პაციენტს ხშირად კომფორტულია ორივე მხარისთვის, როგორც ხედავთ. კომფორტულია, გარდა მაგისა შეიძლება კვლევის დროს საჭირო გახდეს ბიოპსია. კი ბატონო, ესეც მნიშვნელოვანია. დიახ, ბიოპსია, როცა პაციენტი ბიოპსიაში ქალბატონი დიანა, მოდი განვმარტოთ ეს მასალის აღებას, რასაც ხედავთ, ხო, აი რომ და მე ჰისტოლოგიური კვლევა მასალის. რაც საკმაოდ მტკივნეულია მღვიძარი პაციენტზე, რთული ამის ჩატარება. და ანესთეზია ხო ამ შემთხვევაში პროცედურა ესეც დისკომფორტია გარკვეულწილად და გარდაინავს პაციენტს ასე ვთქვათ უფრო ნაკლებად გრძნობს ნაკლებად კი არ გრძნობს არ გრძნობს რა თქმა უნდა შეიძლება ნებისმიერი კვლევა გახანგრძლივდეს ანესთეზიის შემთხვევაში ეს არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს დიახ. რომელი პაციენტებისათვის არის განსაკუთრებით რეკომენდირებული ანესთეზია, იმიტომ რომ ვიცი რომ არის რაღაცა ჯგუფები, როდესაც უფრო მეტად ურჩევთ პაციენტს ანესთეზიის გამოყენებას, აი თქვენ ასაკოვანი პაციენტები ახსენეთ, პაციენტები რომელთაც ემოციური ფონი დაუშვათ უფრო ისეთი აქვთ ან არის თუ არა რამე განსაკუთრებული ჯგუფი, აი გარდა იმისა დავუშვათ რომ შეიძლება ჩვენ ველოდებოდეთ და გსურდეს მსვლელობისას ავიღოთ ბიოპსიით მასალა, ხო, იმიტომ რომ მოსალოდნელია რომ იქ არის რაღაცა სავარაუდოდ ონკოლოგიური წარმონაქმნი, მაგრამ არის თუ არა რამე კატეგორია პაციენტების, რომლითაც რეკომენდირებული ანესთეზიის ან ჩატარება, ან პირიქით დავუშვათ არ გაკეთება ესეთი რამე ჯგუფები. პირველ რიგში ანესთეზიის ჩატარებას ურჩევ პაციენტებს, რომლებსაც აქვთ შიში, შფოთვა, ცუდი გამოცდილება წარსულში. განმნიშვნელოვანია. დიახ, ხშირად ეს ცუდი გამოცდილება. ჩვენ ხშირად ჩვენ მიმოწერილში ქალბატონი დიანა Facebook გვერდზე ვკითხულობთ ხოლმე, რომ ოდესღაც გაკეთებულია გასტროსკოპია და ძალიან მძიმე გამოცდილება, იმიტომ რომ თან წინა პერიოდში დიდი ხნით ადრე საკმაოდ უხეში და ისეთი იყო ეს რიგიდული უფრო მძიმე აი ცუდი გამოცდილება აქვს წარსულში, მე ერთმანეთსაც გადასცემენ და არის ძალიან დიდი დისკომფორტი და შიში და ზოგი აღარ იკეთებს მე ამ პროცედურას. თუმცა ჩვენ სულ ვხსნით, რომ ჩვენთან ანესთეზიით შეიძლება გაკეთდეს აბსოლუტური კომფორტით და
რა თქმა უნდა, ხალხს აქვს შიში უმრავლესობას, არადა გასტროსკოპია და კოლონოსკოპია, ეს წარმოადგენს მნიშვნელოვან დიაგნოსტიკურ კვლევებს, რა დროსაც დგინდება კუჭნაწლავის პათოლოგიები, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ადრეულ ეტაპზე ამ პათოლოგიების დადგენას, ვინაიდან თავიდან ავიცილოთ მძიმე გართულებები. ხალხი ხშირ შემთხვევაში პირველ რიგში ურჩევ ამ პაციენტებს, ვისაც აქვთ შიში, შფოთვა და იკეთებენ პირველად. ხანდაზმული პაციენტები ქრონიკული დაავადებებით, ვინაიდან ხშირად სტრესზე, ტკივილზე, ხშირდება გულისცემა, მაღლა იწევს არტერიული წნევა, ეს ყველაფერი არის ისეთი გვერდითი მოვლენები, რაც აჩქარებს ენდოსკოპის კვლევის ჩატარებას, ღებინების რეფლექსი პაციენტებს, რომლებსაც აქვთ ძლიერი ღებინების რეფლექსი. ამიტომ ამ პაციენტებთან თავიდანვე მიზანშეწონილია ანესთეზიის ჩატარება. ანესთეზია არ არის მხოლოდ კომფორტი. ანესთეზია არის სწორი და ზუსტი დიაგნოსტიკის წინაპირობა. კი ბატონო. რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს აქვს აი თქვენ ალერგია ახსენეთ, მაგალითად ალერგია გარკვეულ ან მედიკამენტებზე, ამ საკუთრებზე, როდესაც აი ჩვენ პაციენტი მოდის და თვითონ გვეუბნება, ან რაღაც ისტორიაში ვკითხულობთ, ხო აი ამ შემთხვევაში რას ვაკეთებთ, როგორ მიდგომა გაქვთ და მე ვიცი რომ თქვენ მიუხედავად იმისა, რომ პაციენტს აქვს ალერგია, ამზადებთ მას და ჩვეულებრივად ძალიან წარმატებულად ატარებთ მაინც დიახ. თანამედროვე ანესთეზია გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ალერგიულ პაციენტებშიც უსაფრთხოდ ჩავატაროთ ანესთეზია. ვინაიდან როგორც უკვე ვახსენე, პრეპარატი, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ, არის ნაკლებად ალერგიული და თუ პაციენტს აქვს გამოხატული ალერგია სოიოზე, კვერცხზე, ეს გამოხატული ალერგია ნიშნავს ანაფილაქსიური რეაქცია ანამნეზში, მაგ შემთხვევაში ჩვენ კონკრეტდებით წყვეთ სხვა ალტერნატიული პრეპარატის გამოყენებას. ჩვენ, რა თქმა უნდა, უფრო ფრთხილად უდგებით ასეთ პაციენტებს, ალერგიული ანამნეზით პაციენტებს, მაგრამ ალერგია არ არის უკუჩვენება ანესთეზიის. კი ბატონო, საერთოდ ეხლა თქვენ ძალიან საინტერესო თემა ახსენეთ უკუჩვენებებს, როდესაც საუბრობდით ანესთეზიის. მთელი რიგი დაავადებები არსებობს გასტროენტეროლოგიურ პრაქტიკაში, აი თუნდაც ონკოლოგიური დაავადებები, რომლებიც სახელმწიფომ უკვე ჩასვა, მათ შორის აი კოლონოსკოპიას ვამბობ, სკრინინგის პროგრამაში. ხო არსებობს მათ შორის მსხვილი ნაწლავის კიბოს კვლევის მეთოდი, რომელიც სკრინინგ პროგრამაშია ჩასმული და საერთოდაც მოგვიწოდებენ, რომ ცხოვრებაში ერთხელ მაინც მოხდეს დათვალიერება, ვიზუალიზაცია, მათ შორის კუჭის, მით უმეტეს თუ არის ფაქტორი რამე და ასევე ნაწლავების, იმიტომ რომ თურმე სულიად მოწმენდილ საზეც შეიძლება, ხო, ანალოგიური პრობლემა, ამიტომაც შეიქმნა ზოგადად სკრინინგ პროგრამები, რომ იმ ადამიანებს, ვისაც არ აქვთ დაუშვათ არანაირი შეიძლება მოულოდნელად ჩივილის მიუხედავად, ჩივილის არარსებობის მიუხედავად აღმოაჩნდეთ აღნიშნული პრობლემა. აქედან გამომდინარე ანესთეზია ძალიან მნიშვნელოვანია, თუნდაც აი ამ შემთხვევაში, როდესაც ადამიანი მოდის თითქოს და ძალიან დამშვიდებული, იმიტომ რომ არაფერი არ აქვს და პროცედურის დროს, როგორც ქალბატონმა დიანამ აღმოაჩინა, შეიძლება აღმოჩნდეს რაღაც პრობლემა, რომელიც პროცედურის გახანგრძლივებასაც მოითხოვს, უფრო მტკივნეულსაც ხდის, როგორც თქვენ ბრძანეთ, იმიტომ რომ მასალაა დაუშვათ დასაღები. აქედან გამომდინარე ანესთეზია, მე ვფიქრობ, რომ პაციენტისთვისაც და რა თქმა უნდა ექიმისთვისაც ძალიან კომფორტული და ეს არის მე მგონი უკვე 21 საუკუნის მედიცინა, ხო ასე აუცილებლად. პაციენტი არის გაცილებით უსაფრთხოდ ანესთეზიის შემთხვევაში, ვინაიდან ის აკონტროლებს, ანესთეზიოლოგი აკონტროლებს მის სასიცოცხლო პარამეტრებს. აი, ეს მინდა და მუდმივად არის პაციენტის ანესთეზიოლოგი მარტო კი არ გაძინებთ ზრუნავს, ანუ ეს არის დამატებით ერთი მაღალ პროფესიონალი კადრი, რომელიც თქვენთან დგას და თქვენს პარამეტრებს აკვირდება. ეს არის ძალიან დიდი ფუფუნება ამ პროცედურის ხომართალია. ეს არის არა მარტო ანესთეზია, ეს არ არის მარტო კომფორტი და მშვიდი ძილი. ეს არის პირველ რიგში თქვენი უსაფრთხოება. კი ბატონო. ერთი კითხვა მაქვს მე კიდე ქალბატონ დიანა. აი რა შეეხება ჩვენ ორსულებს? რა ხდება ორსულებში, იმიტომ რომ მე როგორც ნუტრიციოლოგი გეტყვით რომ საკმაოდ მით უმეტეს პირველ თვეებში, იმიტომ რომ ორსულთა ტოქსიკოზია, ზედა თვეებში, როდესაც უკვე ნაყოფი დიდია და დიაფრაგმას აწვება და არის ხოლმე გარკვეული დისკომფორტი საჭმლის მონელებასთან დაკავშირებით, რეფლუქსი ვითარდება ზოგან და ძალიან ხშირად აი ესეთი დისკომფორტით მოდიან, მაგრამ არის პრობლემები ხანდახან მათთანაც და ორსულობა
თქვენ კარგად იცით, რომ თუ მანამდე პრობლემა შეიძლებოდა ემართათ რაღაცა დაუშვათ მინერალური წყლთან რაღაცით და რაღაცით, ორსულობის დროს უკვე ყველაფერი უფრო მძაფრად. შესაძლებელია თუ არა იგივე პროცედურები საჭიროების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, გასტროსკოპია და კოლონოსკოპია თუ არის დანიშნული, ორსულებში ჩატარდეს ანესთეზიის ფონზე, ასე ვთქვათ. ორსულებში თუ არ არის აბსოლუტური ჩვენება, ჯობია ეს კვლევა გადავდოთ და ჩატარდეს ორსულობის შემდგომ. იმიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ორსულობის რომელი ტრიმესტრია, მაგრამ თუ არის გაუვალობაზე, არის ძლიერი ტკივილი, დაუდგენელი ხასიათის, დიარეა, წონაში სწრაფი კლება, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა ჩაგაკეთდეს კვლევა აუცილებლად და ანესთეზიით. მისთვისაც, იმიტომ რომ ისედაც ორსულისთვის ზედმეტი არც დაძაბვა მიზანშეწონილი, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს უნდა იყოს აბსოლუტური ჩვენებით. თუ შესაძლებელია ორსულებში ჯობია კვლევა გადავდოთ და ჩატარდეს ორსულობის შემდგომ. მაგრამ თუ ეს არის სასწრაფო ურგენტული შემთხვევა, მაშინ შესაძლებელია კვლევის ჩატარება. ისე რომ ზიანი არ მივაყენოთ არც ორსულს და არც ნაყოფს. კი ბატონო, რისკების შეფასება უნდა მოხდეს ძალიან დეტალურად და აქედან გამომდინარე არ უნდა გადააბიჯოს დაუშვათ იმ საფრთხეს, რაც შეიძლება და დაავადებას გამოეწვია. ქალბატონდიან, აი ზოგადად თუ შეიძლება რაღაცა დროს ფაქტორთან დაკავშირებით ცოტა ესეც განმარტოთ, აი გასტროსკოპია, კოლონოსკოპია, დაახლოებით რამდენი ხანი გრძელდება ანესთეზია, როგორი მსვლელობა როგორია. მე რამდენადაც ვიცი, ესეთი ფრაზა არსებობს საოპერაციაში პირველი შედის ანესთეზიოლოგი და ბოლო გამოდის, ხო მართალია? ნამდვილად ეგრეა. ძილი დაძინებას ვიწყებთ, როცა მზად არის ექიმი ენდოსკოპისტი კვლევისთვის. პაციენტი იძინებს მშვიდად, წყნარად, არ გრძნობს არანაირ ტკივილს, პროცედურის მსვლელობას, ასევე როცა იღვიძებს, არ ახსოვს პროცესის მიმდინარეობა, იღვიძებს ძალიან სასიამოვნოდ, ხშირ შემთხვევაში გაღვიძებაც კი არ უნდათ, იმდენად სასიამოვნო ძილია. გაღვიძება ხდება, აბსოლუტურად კონტაქტური პაციენტი ხდება წამლის შეყვანიდან 10-15 წუთის შემდეგ. 30-40 წუთის შემდეგ პაციენტს შეუძლია კლინიკიდან გაწერვა. აბსოლუტურად სწრაფად იღვიძებს, კონტაქტურია, ადეკვატური და ჩვეულებრივ უბრუნდება ჩვეულ რიტმს, ცხოვრების ჩვეულ რიტმს. ანუ ეს პროცედურები არ საჭიროებს ხანგრძლივ რეაბილიტაციას? არა, ეს არის, იმიტომ ვამბობ, განმეორდები, სედაცია არის მსუბუქი ანესთეზიის სახე, რაც განსხვავდება ზოგადი ანესთეზიისგან და გამოფხიზლება ხდება ძალიან სწრაფად. პაციენტი იღვიძებს აბსოლუტურად მშვიდი, კარგ გუნება განწყობაზე, მშვენიერ ხასიათზე არიან და მალევე უბრუნდებიან ჩვეულ ცხოვრებას. საპროცედუროდან გამოყვანის მერე რაღაც პერიოდი მაინც თქვენი მეთვალყურეობის ქვეშ რჩება ხო კლინიკაშიც და 30-40 წუთი რჩება კლინიკაში, ყოლდება კლინიკაში, რის შემდეგაც ესეც რა თქმა უნდა ინდივიდუალურია. შეიძლება ზოგი პაციენტს მოხუცებში მეტაბოლიზმი და გამოყოფა უფრო შენელებულია და ამიტომ ასაკოვან პაციენტებში ხდება მედიკამენტის მცირე დოზების ხმარება და შეიძლება ძილი ცოტათი გახანგრძლივდეს. როგორც ბავშვებში ხო მართალია თითქოს უბრუნდება წონა ციკლებს, მეტაბოლიზმიც უფრო იცვლება და შესაბამისად ქალბატონდიანა, ძალიან საინტერესო რამე არის აი ზოგადად გასტროენტეროლოგიის განვითარებაში. იყო პერიოდი, როდესაც კოლონოსკოპია და გასტროსკოპია ფუფუნება იყო, რომ გაკეთებული იყო ანესთეზიით. დღეს საქართველოში კეთდება რა თქმა უნდა ძალიან ფართო, თუმცა მაინც არის რაღაცა ნაწილი მოსახლეობის, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ საბოლოოდ მაინც გადავალთ იმაზე, რომ როგორც სხვა ქვეყნებში კეთდება, ყველა ისეთი ინვაზიური მაინც და ისეთი ჩარევა ხდება ანესთეზიოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ. მე მგონი ესეთი უნდა იყოს, მე ესე მწამთ, რომ მაქსიმალურად შევუქმნათ კომფორტი ექიმსაც, პაციენტსაც, ასე რომ აი ეს შიში რაც აქვს ხოლმე, რომ აი არ გავიკეთებ და ისე გავიკეთებ, რომ ანესთეზიის გარეშე, იმიტომ რომ რაღაცა ანესთეზიას მოყვება, მე მგონი უკვე მე მახსოვს ის პერიოდი აი ტონზილექტომიასაც როდესაც იკეთებდნენ ანესთეზი. ბევრი რამე გავიარე. ხშირად იყო გართულებები ტონზილექტომიის შემდეგ იყო გაცილებით ხშირი, ვიდრე ანესთეზიის პირობებში გაკეთებული. ვინაიდან ანესთეზიით გაკეთებული ოპერაცია ტონზილექტომია აქაც ქირურგი აბსოლუტურად არ ჩქარობს,
კარგად ათვალიერებს ოპერაციის შემდგომ ნაოპერაციები ელემენტარულად პაციენტი არ უწევს წინააღმდეგობას და ამიტომ არ ჩქარობს ქირურგი და დეტალურად ათვალიერებს ლორწოვან გარს და პრევენცია გართულებების უფრო მაღალია. არავინ არ ყვება თორე იყო დრო როცა პაციენტს ხელებს უბამდნენ ხო მართალია ოპერაციის ცვლილობისთვისაც წინააღმდეგობა არ გაეწია და ეს გაცილებით ბარბაროსული მეთოდი იყო ვიდრე საკმაოდ და გართულებებით საკმაოდ მნიშვნელოვანი გართულებები იყო, მაღალი პროცენტი იყო გართულებების, სისხლდენები, ტონზილექტომიის შემდგომ, რაც ეხლა მინიმუმამდეა დაწეული. კი ბატონო. ასევეა კოლონოსკოპიის და გასტროსკოპიის შემთხვევაში. ეს არის უსაფრთხოება. პირველ რიგში პაციენტის უსაფრთხოება და ზუსტი დიაგნოსტიკა. სწრაფი და ზუსტი დიაგნოსტიკა. მით უმეტეს თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ მაგალითად კოლონოსკოპიის დროს ფაქტიურად ეს კვლევის მეთოდი კი არა, მკურნალობის მეთოდით შეიძლება იყოს იმ შემთხვევაში, როცა პოლიპს ვაცილებ. რა თქმა უნდა. მართალია, ამდენად მცირეს ვეძახით, თუმცა ოპერაცია და სასიცოცხლო იმით მიდის პაციენტი. სრულიად ცვლის მის ცხოვრების იცავს შემდგომში რაღაც მალიგნიზაციასგან, რაღაც გართულებებისგან, ამიტომაც ეს პატარა ჩვენი პატარა კლინიკა ასე ვთქვათ, ხო, ბევრ სასწაულს აკეთებს. ქალბატონი დიანა კიდევ ერთხელ მადლობა ამის გამო. ძალიან მაღალი კლასის ენდოსკოპისტი გვყავს, რომელთანაც ანესთეზიოლოგიც გრძნობს თავს ძალიან დაცულად, მშვიდად. კი ბატონო. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ანესთეზიოლოგისთვის ქირურგიის კვალიფიკაციას. დიდი მნიშვნელობა აქვს. ძალიან ისეთი საინტერესო სფეროს წარმომადგენელი ბრძანდება ქალბატონი დიანა, რატომ ანესთეზია? ეს კითხვა რომ დავსვათ ქალბატონი დიანა, ზოგადად ყველა პროცედურის დროს ალბათ პირველი მაინც მოგვდის აზრად, რომ ეს არის, აი თქვენ რაც ბრძანეთ, მშვიდი ოპერაციული მსვლელობის პირველი გარანტი, მეორე ის რომ მუდმივად მონიტორინგს აკეთებს და კიდე ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი ეს არის ტკივილის მართვა, ხო მართალია? რა თქმა უნდა. დღესდღეობით იმდენად აქტუალური გახდა, თუმცა ჩვენ მინდა გითხრათ, მეგობრებო, რომ საქართველოს არ ქონდა ეს სპეციალობა ცალკე, თუმცა ანესთეზიოლოგიის მიმართულება თითულება ბევრ ქვეყანაში ცალკე დარგათაა გამოყოფილი სპეციალისტები, რომლებიც მართავენ ასე ვთქვათ ტკივილს, ხო მართალია და რეალურად აი ზუსტად ეს ტკივილის მართვა იმ პრეპარატებით ხდება, რაც ანესთეზიოლოგიის, ასე ვთქვათ, არსენალშია კი ბატონო. და აი კიდე დავამატებდი, რომ ეს არის სწორი და სრულყოფილი კვლევის წინაპირობა, ანესთეზია. უსაფრთხოებასთან ერთად სწორი და სრულყოფილი კვლევის წინაპირობა. ფაქტიურად ანესთეზიოლოგი არის ოპერაციის მსვლელობისთვის ის ადამიანი, რომელიც არის ერთდროულად კარდიოლოგიც, ენდოკრინოლოგიც, არის ყველა მედიცინის დარგის წარმომადგენელი, იმიტომ რომ ის მონიტორი რაც მას აბარია, ის პარამეტრები რაც მას აქვს პაციენტის, აბსოლუტურად უნდა მართოს, ეს მართლაც დიდ ზღვაშიო, მის გარეშე ცურვას ნიშნავს, ხო? რუქის გარეშე საკმაოდ რთული და ისეთი საპასუხისგებლო თემაა, რა თქმა უნდა. კიდე ერთხელ მინდა ჩვენ პაციენტებს შევახსენო, რომ ჩვენთან გასტროსკოპია, კოლონოსკოპიის გარდა ბრონქოსკოპია, ლარინგოსკოპიაც კეთდება, ასევე მასალის პოლიპექტომია, კი ბატონო, ეს შეიძლება როგორც აღვნიშნეთ, არა მარტო კვლევის მეთოდი იყოს, არამედ იმავდროულად სამკურნალოც კი გამოდგეს ზოგიერთ შემთხვევაში, ხო მართალია, როცა მასალას ვიღებ და მეტი არც არაფერი ჭირდება. აქედან გამომდინარე, ანესთეზიას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. თუნდაც იმიტომ, რომ პაციენტს არ აქვს აი მტკივნეული გამოცდილება, რაც თქვენ თქვით, წარსული და ახლა გეუბნებით, ალბათ დღე არ გავა, როცა Facebook-ზე ჩვენ გვერდზე არ მოიწერონ ესეთი კითხვა, რომ ხომ მტკივნეულოა თქვენთან. დიახ. იმიტომ რომ ეს ეთყობა ეს როგორ გითხრათ, მითი თუ ეს რაღაცა წარსული გამოცდილებები ამ გასტროსკოპიის, მტკივნეულობის და კოლონოსკოპიასთან კიდე სხვა ფაქტორი ემატება, ფსიქოლოგიური მომენტი, ცოტა სირცხვილი, ცოტა რაღაც სხვანაირად არის, ხო მართალია? აბსოლუტურად იხსნება და საკმაოდ კომფორტულად მიდის პროცედურები, აი ეს ქალბატონია ზუსტად ის ადამიანი, ვისაც ჩვენ ვანდობთ ჩვენი პაციენტების სიცოცხლეს და ჯანმრთელობასაც. ქალბატონი დიანა, კიდე ერთი კითხვა მაქვს, აი ოპერაციის თუ ჩარევის შემდგომ, როგორც ჩვენ მას უწევთ პროცედურის შემდგომ, როდესაც პაციენტი უკვე ბინაზე მიდის, რამდენად არის რისკი და რამდენად რეალურია ეს მითები, რასაც ამბობენ, რომ აი შემდგომი რაღაცა პრობლემებს ყოველთვის უკავშირებენ მე ანესთეზიას. აი მნიშვნელობა არა აქვს რას? დიახ, ეს არის მითი. კიდევ ერთხელ დავადასტურებ, იმიტომ წამლის პაციენტი როგორც იღვიძებს, წამლის მოქმედება დასრულებულია. ვინაიდან მხოლოდ ერთი სახის მედიკამენტი გამოიყენება და პაციენტი იღვიძებს, წამლის მოქმედება დასრულებულია. ფაქტობრივად ორგანიზმიდან გამოდის, ხო მართალია? ორგანიზმიდან გამოიყოფა
და ამ მეხსიერებაზე არ მოქმედებს, წამალი არ მოქმედებს მეხსიერებაზე და ზოგი უკავშირებს მეხსიერებას ჩავარდნებს და უკავშირებს ანესთეზიას, სედაციის შემთხვევაში ესე არ არის. მაშინ ხდება წამლის შეყვანას დავამთავრებთ თუ არა 10-15 წუთში წყდება წამლის მოქმედებაც. კი ბატონო, ხშირად წამიკითხავს მეც აი ჯგუფებში Facebook-ზე მაგალითად, როცა ამბობენ, რომ აი ამ ტიპის ანესთეზია მეხსიერებაზე მოქმედებს, აი სპინალური ეპიდურა მოქმედებს გაუსაძლის მერე თავის და ხერხემლის წინებზე. არა, ესეც არის მითი. ესეც ისე გადადის ერთმანეთში, ხო? აი საკმაოდ ესეც არის აბსოლუტური მითი, რომ ეპიდურული და სპინალური ანესთეზია იწვევს თავის ტკივილებს. ეს არის არასწორად გაკეთების შემთხვევაში, თუ დაზიანდა მაგარი გარსი. მაგ შემთხვევაში შეიძლება პაციენტს 8 დღის განმავლობაში ჰქონდეს თავის ტკივილი, ვიდრე აღდგება მაგარი გარსი. ეს სპინალური ანესთეზიის შემთხვევაში, ეს გასტროსკოპიასთან მაგრამ სამშობიაროში ძალიან სხვათა შორის ახლა ნაკლებად სვამენ ამ შეკითხვას, რომ აი წელს ქვემოთ ხომ არ მოვწყდები, იმიტომ უკვე გათვითცნობიერებული გახდა მოსახლეობა, რომ საკმაოდ დიდი თაობა წამოვიდა უკვე ბავშვების, რომლებიც დაიბადნენ ამ გაუტკივარებით, დიახ. იქ იყო კიდე საფრთხე ნაყოფის, ანუ ბავშვი ახალშობილზე ხომ არ გადადის, დათქმული ხომ არ აქვს, მე რაღაცა რეფლექსები არა, პლაცენტარულ ბარიერს არ გადის. როცა არც ტკივა დედას, არც ტკივა ბავშვსაც და ამიტომ ბავშვი იბადება ნაკლებად ტრავმატიზმი, სამშობიარო ტრავმატიზმი ეპიდურული გაუტკივარების შემთხვევაში გაცილებით ნაკლები პროცენტია. კი ბატონო, და ბავშვებიც მე უფრო მშვიდ და წყნარ გარემოში იბადებიან. ნამდვილად, ბავშვები უფრო მშვიდები იბადებიან. კი, ეს მართლაც ესეა, სწორია, ქალბატონი დიანა ერთ რამეში, რომ ალბათ რაღაც ერთი ცუდი გამოცდილების ესე განზოგადება არ ღირს და მით უმეტეს როდესაც ადამიანი რაღაცას კითხულობს ხოლმე, იქ ისეთი არასწორი კომენტარებია ხანდახან, რომ მეც მიფიქრია, რომ აი მე ჩავრეულ ვარ ხოლმე და ჩემი აზრით დამიფიქსირებია, იმიტომ რომ არასწორია, როდესაც პაციენტს ვაშინებთ და თავს ვაკავებინებთ რაღაცა მნიშვნელოვანი პროცესში. არა, ეს გაუნათლებლობის ბრალია, მით უმეტეს მე ავღნიშნავ ორსულებში კეთდება ისეთ დონეზე, სადაც არ არსებობს ზურგის ტვინი. იქ არის თავზურგტვინის სითხე. ძალიან უნდა მოინდომოს ანესთეზიოლოგმა, რომ რამე დააზიანოს. და რამე უკუჩვენება ეს მართლა ძალიან უნდა მოვინდომოთ, რომ ან ინფექცია ან რამე დავმართოთ პაციენტს. დღეს მსოფლიო გადადის გაუტკივარებით და ესე იგი ნაკლებით ტკივილით მიმდინარე პროცედურებზე. პრაქტიკულად ძალიან ბევრი დაავადების შემთხვევაშიც უკვე აი ცალკე დარგია ტკივილი. ცალკე დარგია, კი ბატონო, სპეციალური პომპები არსებობს, სპეციალური ინტრატეკალური კათეტერები, რომელსაც უტოვებენ ხანგრძლივად მართავენ იმისთვის, რომ ერთი მთავარი პრობლემა ტკივილი არიდონ პაციენტს. აქედან გამომდინარე, მე მგონია ეს თანამედროვე მედიცინის მოთხოვნაც არის, რომ ეს სტანდარტია. თანამედროვე მედიცინა არის გაცილებით უსაფრთხო და მაღალი სტანდარტები. მე მგონია დიანა, ზოგადად მედიცინის დარგები, რა თქმა უნდა, ძალიან კარგად განვითარდა, მაგრამ ერთ-ერთი სერიოზული განვითარება ანესთეზიოლოგია განიცადა. ნამდვილად ასეა. ჩვენ არსენალში გაჩნდა ისეთი პრეპარატები და ისეთი საშუალებები, რომლებიც აი სხვა დარგში შეიძლება ასეთი სწრაფიცულ არ ყოფილიყო, იმიტომ რომ იმ აპარატებით, რაც 20 წლის წინ სტუდენტობის პერიოდში ვხედავდით, დღეს სადღაც სხვაგან გავედით, ხო მართალია? ნამდვილად, დღესდღეობით საკმაოდ ხანგრძლივი ოპერაციების მართვა ონკოლოგიაში ხდება ძალიან უფრო მარტივად, კომბინირებული ანესთეზიით, რეგიონალური ანესთეზია და ზოგადი ანესთეზია, როცა პაციენტს ზერელეც ძინავს, მაგრამ არ აქვს ტკივილი და მოდუნებულია, რაც ქირურგს აძლევს საშუალებას რომ იმუშაოს. საკმაოდ დიდი მასშტაბური ოპერაციები უკვე ტარდება, ისე რომ პაციენტი გონებაზეა, საუბრობს ექიმთან, როცა ეს წარმოუდგენელი იყო. ერთადერთი ხანგრძლივი ოპერაციების დროს პაციენტს ვაძინებთ იმის გამო, რომ დისკომფორტია ერთ პოზიციაში ყოფნა ხანგრძლივი დროის განმავლობაში და ამიტომ ძალიან დიდი ონკოლოგიური ოპერაციები კეთდება კომბინირებული ნარკოზით, რაც გვაძლევს საშუალებას, რომ პაციენტი ძალიან მარტივად და სწრაფად გავაღვიძოთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ პაციენტი არ იყოს ხანგრძლივად მართვით სუნთქვაზე. და რათავარი ნარჩენი მოვლენები არ ქონდეს. ნარჩენი მოვლენები არ ქონდეს. ჩათვალეთ, რომ ხდება პაციენტის სედაცია, დაძინება და ტკივილის გაყუჩება ხდება მხოლოდ და მხოლოდ პერიდურული კათეტერით.
ძალიან კარგი. და სხვათა შორის თვითონ ინსტრუმენტიდან დაწყებული მედიკამენტებიც იმდენად შეცვლილია, რომ აი მურგებული აქვთ ყველა кейსი, ასე ვთქვათ, იციან რომ აი პაციენტს რომელსაც მაღალი წნევა აწუხებს ესე აქვს, იქ სხვა შეიძლება შეირჩეს ბრონქული ასთმის. ანუ ეს აძლევს ანესთეზიოლოგის საშუალებას, რომ ყველა პაციენტთან ინდივიდუალურად იმუშაოს, ხო მართალია და რაღაცნაირად მოერგოს უფრო. არ არსებობს, უკაცრავად ნარკოზის უკუჩვენება დღეს არ არსებობს. ნუ ნარკოზი ისეთი თემაა, რომ ოპერაციული ჩარევა ზოგადად დიახ. არაჯანმრთელი ადამიანისთვის არის, ხო, მოგონი. რა თქმა უნდა, მაგრამ ადრე შეიძლება გვეთქვა, რომ ეს ნარკოზს ვერ გადაიტანს, ანესთეზიას ვერ გადაიტანს. დღესდღეობით ეს მცნება აღარ არსებობს. კი ბატონო, იმიტომ რომ უფრო მეტი შესაძლებლობები გვაქვს. მართვის უფრო მეტი შესაძლებლობები. სწორედ აი ეს ლეგენდები, რაც ანესთეზიაზე დადის, რომ მე ხანგრძლივი უძილობა იცის, ან ცუდი სიზმრები, ან რაღაცა ზუსტად აი იმ პერიოდის მედიკამენტებთან ალბათ დაკავშირებული, რომლებიც მართლა რეალურად იწვევდნენ. იყო ისეთი, ჩვენ ახლა მე მახსოვს სტუდენტურ რეზიდენტურის პერიოდში გვიყვებოდნენ რა პრეპარატებით მუშაობდნენ. და როგორ მუშაობდნენ, მართლა საოცრება იყო. შედარება არ არის. ხო. გაცილებით უსაფრთხო გახდა ანესთეზია. კათეტერები ეხლანდელი ბოლო თაობის როგორი ნატიფი და დახვეწილია ყველაფერი უფრო ისეთია, რომ რა ერთჯერადი ნემსის მოგონებაც ჩვენთვის იყო დიდი ნახტომი. მე მგონი იმ ნემსიდან, საიდანაც დაიწყო ხო მედიცინა. სპეციალურად ასტერილებდნენ და მთელი ამბავი. აქედან გამომდინარე, მე მინდა რომ ჩვენ პაციენტებს კიდევ ერთხელ უთხრა, რომ აი ეს შიში რაც არსებობს ზოგადად ანესთეზიის მიმართ, რა თქმა უნდა, დაუსაბუთებელია, რა თქმა უნდა, პირიქით, როგორც ქალბატონმა დიანამ მოგვახსენა, როდესაც საოპერაციოში ქალბატონი დიანა დგას, უფრო დაცულია პაციენტი, იმიტომ რომ კიდევ ერთი პროფესიონალი ემატება იმ გუნდს, რომელიც მუშაობს პაციენტთან, რაც მთავარია კომფორტულად ეს, აი თქვენი ყოფნაც კი ქალბატონი დიანა გაცრავად, ხო, საოპერაციაში უკვე გარანტიაა პაციენტისთვის იმისა, არა მარტო რომ დაუშვათ დაიძინებს და მშვიდად გაიღვიძებს, არამედ იმისა, რომ მისი სასიცოცხლო პარამეტრები თქვენ ხელშია და მართულია. ამ დროს ქირურგი ენდოსკოპისტი თავის საქმეს აკეთებს, ხო, ეგთან თავის საქმეს თქვენ ამ დროს აკონტროლებთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ პროცედურა შეიძლება 10-15-20 წუთი გაგრძელდეს, საკმაოდ სერიოზული მომზადებული შედის გუნდი და სერიოზული მომზადებული რა თქმა უნდა ხდება და გამოყავს პაციენტი. რაც შეეხება მდგომარეობის გამოსვლას, როგორც ჩვენ აღვნიშნეთ, გარკვეული პერიოდით კლინიკაში დაყრდნობა ხდება და მხოლოდ ამის მერე ქალბატონი დიანა იღებს გადაწყვეტილებას. გავწეროთ. ხშირად მიდიან ანესთეზიის შემდეგ სამსახურში და ჩვეულებრივ რეჟიმში აგრძელებენ ცხოვრებას. ერთი პლუსი იმისა, რომ პროცედურა საკმაოდ ისეთია, დამზოგველია. დამზოგველია. მეხსიერებაზე არ მოქმედებს. პირიქით გუნება განწყობას აუმჯობესებს. პაციენტი იღვიძებს ბედნიერი, რომ კვლევა, რომლის ასე დიდი შიში ქონდა, დასრულებულია. საკმაოდ ისეთი ხანდაზმული დარგია მედიცინის, კაცობრიობის თავის განვითარების ეტაპებიდან პირველი ალბათ რა ვიცი, რაც ხდებოდა, ჭრილობა იყო თუ რაღაც ტკივილი, რაც ქონდა, იმ მომენტიდან ფიქრობდა, როგორ შემსუქებინა ტკივილი. 1000 ისტორიული რაღაცა ისინი არსებობს, ფაქტები, სხვადასხვა მეთოდები, როგორ ასიგონებდნენ, რას აკეთებდნენ. დღეს ანესთეზია სხვა დონეზეა, მართლა ძალიან განვითარდა და მე ვფიქრობ, რომ არანაირი საფუძველი არ არის იმისთვის, რომ პაციენტი ეშინოდეს და რაღაცნაირად თავი შეიკავოს პროცედურისგან. ძალიან დიდი მადლობა მინდა მოგახსენოთ ქალბატონი დიანა, ჩვენთან ასე ვთქვათ, მოსვლისთვის, მე არ ვიტყვი სტუმრობისთვის, იმიტომ რომ ჩვენი მასპინძელი ხართ, ჩვენი კლინიკის გუნდის წევრი ხართ. ძალიან დიდი მადლობა მინდა ყველა იმ პაციენტის სახელით გითხრათ, რომლებიც ძალიან დიდი სიყვარულით მოიხსენიებენ და წერენ და ჩვენ გვაქვს სპეციალური წიგნაკი, სადაც მადლობით მოგიხსენიებენ თქვენ და მინდა გისურვოთ პროფესიული წარმატება პირად ცხოვრებაშიც, რა თქმა უნდა. და ძალიან ბევრი მადლიერი პაციენტი. ალბათ ექიმისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა მართალია. და კიდევ ერთ დავამატებ. ნუ გადაძდებთ თქვენ ჯანმრთელობაზე ზრუნვას. ჩვენთან კოლონოსკოპია და გასტროსკოპია უსაფრთხოა, უმტკივნეულოა, მობრძანდით და ჩაიტარეთ კვლევა. კი ბატონო, აი ამ ისეთი ოპტიმისტურ ნოტზე დავამთავროთ. მაშინ ძალიან დიდი მადლობა, კარგად ზანდებოდეთ. მადლობა ქალბატონი დიანა.